რა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი პრეზიდენტის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. ინაუგურაცია ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალურად ჩადგომის ცერემონია, რომელიც ყოველთვის არის, ვთქვათ, აღიაროთ საზოგადოების მხრიდან ინტერესის საგანი, და რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ამაღლებული მოლოდინით და ამაღლებული საზეიმო განწყობაც, რასაც ერთგვარად კიდევ უფრო ამძაფრებს ხოლმე და უფრო ამაღლებულს ხდის ფიცის დადების ცერემონია და ეჭვი მაქვს, რომ კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაინც გამარჯვების იმედით თუ მიიჩნევდნენ რა ისინი თავს პოტენციურ გამარჯვებულებად, კარგად ჰქონდათ ალბათ დასწავლული ეს სიტყვები, რომლითაც იწყება სწორედ ფიცის ცერემონია. და ეს ტექსტი ასეთია. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისთვის. სწორედ ფიცის დადების შემდეგ ითვლება პრეზიდენტი უფლებამოსილად, რომ განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები და აქვე ამ დროს უწყდება მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება. რაც შეეხება ინაუგურაციას, კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, ხოლო მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს 20 დღე იმისთვის, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადოს. გამოდის 16 დეკემბერი. კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ფიცის დამთავრებისთანავე, როგორც წესი, სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმო საარტილერიო ზალპი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად საღამოს იმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, ჩვენ გვაქვს საშუალება ვნახოთ ძირითადი ჩამონათვალი, თუმცა უფრო გრძელია და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პრეზიდენტის უფლებებს, რომელიც მას ენიჭება კონსტიტუციით. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ის იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ და აქვე გეტყვით, რომ 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. ასევე პრეზიდენტის უფლება წარმოადგინოს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში, ის ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს, აქვს უფლება მიმართოს პარლამენტს და ხალხს, ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს სამწევრს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, იყენებს მოქალაქეობის მინიჭების უფლებას, იწყალებს მსჯავრდებულებს, ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლესი სამხედრო სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს. ეს კიდევ ერთხელ ამბობ, არის ის ძირითადი უფლებები, რომელიც კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გუშინ ბოლოჯერ ავირჩიეთ პირდაპირ წესით საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ 2020 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამ კოლეგიაში კი 300 ხმოსანიშევა, ასე ეწოდებათ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და ასევე ადგილობრივ საკრებულოებს. ეს იყო მცირე ჩამონათვალი, ძირითადი ჩამონათვალი იმ უფლებებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება კონსტიტუციით. მე გამირიჯვს ვაჯამებ